ხო და ეხლა მოგიყვე. კაროჩე იმ დღეს ვზივარ კაბინეტში და მიგაკუნებენ კარებზე რა. შემოდით აბა სწრაფად რა გინდათ მეთქი რა. და რას მეუნება არ იცი? ბატონო ლექტორო, 5 გულა დამაკრდაო რა და ხო ვერ მოგვიმატებთო. უკვე მეორედ გვეტენება ეს საგანიო. მეორედ ეტენება და წუწუნებს თან 5 გულაო. 5-ო. ხუთიო. წინას 1 გულა დააგდა 19 მიიღო, იმას არ მოუმატე და ამან 5-ო. მე კიდე უთხარი, არა უშავს მეთქი. მომავალ წელს გავამარტივებ და განმეორებიძე მაინც გახვალ მეთქი. ნაკლებ დამტკიცებებს შევიტანთქო. ამა თუ კიდე დაიჯერეს. დაიჯერეს რაც უთხარი. ხალხს სამ-სამჯერ შევტენე ეს საგანი და ესენი კიდევ მეორეზე წუწუნებენ. ერთი და მე მუქრა მომავალ წელს ვისწავლი და 40 ვიღებ საბოლოოზეო. ვისწავლიო. და GPA-ს ავიმაღლებო. კარგი, ვიხმრეთ, გავიცინეთ, გვეყო, მართლა რთული საგანია. ლექტორი ვარ, მაგრამ მეც მავიწყდება ხოლმე რაღაცეები. სილაბუსით შესაძლებელია და 10 კრედიტის მინიჭება შესაძლებელია. ეგ კი არა, რექტორმაც კი დამირეკა. ნუტენი ამდენ ბავშვსო. ერთი სტუდენტი მეილზე მწერს, ბილეთები მაინც მოგვეცითო. არა, საჭირო. ისედაც მარტივები მოვათქო, დავამშვიდე. დაიჯერეს? აბა რაქნეს. სხვა რა გზა ქონდა? აღარ შემიძლია, ფულს რაში მიხდიან? მაინც კონსპექტებიდან სწავლობენ და მეორე ან მესამე წელზე აბარებენ. მაგრამ ხომ აბარებენ? არა და ვერ აბარებენ. ან რაში სჭირდებათ, რისთვის სწავლობენ? აჰო, სავალდებულო საგანია.